გრძელდება ვარჯიშების კვირეული, მათთვის ვინც ვერ ახერხებს დილის სპორტდარბაზში მოსვლას, წვნერებთან ერთად ვასწავლით რამდენიმე მარტივ ხერხს, როგორ უნდა გამოფხიზლდნენ დილით და როგორ უნდა გამოაცეცხლოთ ორგანიზმი. აი ეს. იმენა ძალიან უზნეო ვარ და დილით მეზარება ხოლმე ვარჯიში, მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, იმისათვის რომ რაღაცა გამოფხიზლდეს ორგანიზმი და უფრო აქტიურად იყოს დღის განმავლობაში. მარტივი სახლის პირობებში მარტივი მოძრაობები ან რაღაც გამოსაფხიზლებელი ვარჯიშები შეგიძლია რომ აჩვენო, რომ დილით არ დამეზაროს ხოლმე. Ყველას აქვს იქ პატარა ხალიჩა მაინც სახში, შეუძლია დაწვეს და დაუშვათ იგივე მუცლის პრესი დაამუშაოს ყოველ დილით, ეგ რო არ დაიზარო და 20 მაინც 25 მაინც რო აკეთო, ფორმაში იქნები. სანამ მიხვალ იქამდე რომ პრესს გააკეთებ, ჯერ ზოგადად უნდა გამოფხიზლდე. აურა დონტლოვან. თავის ტრიალებით დაიწყებ. აღოდ ძალიან ნელა, იმიტომ რომ საშიშია ცოტა ეს რაღაცა დაუფიქრებელი ვარჯიშები. მერე გადახსენი ნელ-ნელა ეს ხელები, კარგად გაწელე, აი ესე. შეგიძლია ესე გაიტკაცუნო. მე ესე ვკაცუნებ სულ. ხო. მერე ნელ-ნელა ჩახვიდე ქვევით. აი ესე. კარგად დაწელო. აი ესე მოვიტანე. მერე ხელები წყნარი ჩუვეთ ჩამოიტანე. და იცადე რომ ნელ-ნელა მიაჩვიე ფეხი წელი რომ მიხვიდე საბოლოოდ იქამდე რომ ეს ხელები შეიძლება ქვევით ჩავიდეს. აქედან ვეხაიღე და ნელ-ნელა გადადი, გავხსნათ ხერხემალი და საერთოდ ყველა კუნთი ძალიან კარგად იხსნება, მაგრამ ნელ-ნელა დაწი, არ გინდა ეგრევე არ ჩახვიდე. გავაკეთოთ ფეხი. ხო, თავი რა არის, რომ წვერზე აი ესე არ დადგე, ანუ მთლიანად ეცადე, რომ ტერფი გედგას. ხო. და ნელ-ნელა ჩადი. აი როგორ მეტყობა რომ ზარმაცი ვარ. მე უცნაურს ხერხემალმაც გაიღვიძა. ჩემო ფეხებმა საერთოდ ცალკე დაიწყეს ცხოვრება. და ხელები. ამ ყველაფრის მერე თუ დაწვევი და რამოდენიმე პრესსაც გააკეთებ ძალიან კარგი. პრესები როგორ უნდა გავაკეთოთ? აი სახლის პირობებში არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი. ნამდვილად. და რა თქმა უნდა, ხა ყვებასაც უნდა მიხედოთ დამწყებ ადამიანს. რომელიც არც სპორტდარბაზში დადის, არც ცხოვრებაში სპორტად ხო. უყურებს მაღვიძარას და გადაწყვიტა რა ივარჯიშოს ჩვენთან ერთად. დაიწყოს ცოტ-ცოტა ნელ-ნელა, კუნთი უნდა მიაჩვეო მუშაობას. დილის გამამხნევებელი, ეს არის გამამხნევებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკმარისია სხეულისთვის. უნდა მიიყვანო შენი სხეული იმ დონემდე, რომ იმისთვის აღარ იყოს ეს სტრესი და იყოს ჩვეულებრივი ამბავი, ყოველდღიური. და მერე უკვე ორგანიზმი რა შეეჩვევა, ნელ-ნელა შეგიძლია სპორტდარბაზშიც გადაინაცვლო, ცალკე უკუნთებს მიხედო. სახლის პირობებში ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ თუ დილის საათებში თქვენთვის 1 საათი მაინც გემეტებათ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სპორტდარბაზს, სადაც უფრო უკეთესად შეძლებთ თქვენი ორგანიზმის სრულყოფას და გაჯასაღებას. ვარჯიშის დაწყება მინდა და თუ მირჩევთ თქვა პირველი რაღაც სარბენ ბილიკთან ვარ და სარბენ ბილიკი ამდენად კარგია. აუცილებლად ვარჯიშის დაწყება ყოველთვის კარგია სარბენი ბილიკით. Circle prey in the cipher like a cage fighter. My main rhymers, waste spiders, bang writers, your highness. Arrive from the sky, stay fly, wanna move. პრესისთვის ძალიან კარგი ვარჯიშია, რომელიც გეხმარება მთლიანი მუცალია ვარჯიშა. Purple snake-ish, murder is crazy. That's the verse I'm making. The clergy's praying, saying, Yeah! It's so lovely when it's sunny. ეხლა ბოლოს შეგვიძლია გავაკეთოთ დუნდულების ვარჯიში, ანუ უკანელს კარგად გაგიმყრივებს და მე მგონი უკმაყოფილო არ იქნები. საკმაოდ ძნელია დუნდულების ვარჯიში. თუ გინდათ უყურდეთ კარგი დუნდულები, უნდა კარგად ივარჯიშოთ. ხო. აღარ მინდა. აღარ ვარჯიში მინდა. სახში მინდა მეძინება. გუშინ ხვავწიე პატარა ისა. შტანგა ეხლა დიცავწე. პატარას ვერ გავუკეთებ ამას ვრავწიო? Let the sunshine, let the sunshine. მაგათ როგორც აღმოჩნდა შტანგისტობა ჩემი საქმე საერთოდ არ არის.
ამიტომ შევეცდები პატარა განტელები მქონოდა, იმით მივარჯიშო წავედი.